მეგობრებო, დღეს მინდა გესაუბროთ განსაკუთრებულ წიგნზე. ლელა ცუცქირიძის მარტიკოს ვაშლის ხე, რომელიც აუცილებლად უნდა წაიკითხოთ. გიფიქრი ოდესმე როგორია, როცა ერთ დღეში ყველაფერი იცვლება. თუ გიგრძნია მონატრება, ტკივილი ან სურვილი, რაღაც ძვირფასი არადროს არ გავწყვეტს. მარტიკოს ვაშლის ხე ჩვეულებრივი ხე არ არის. ის განსაკუთრებული ამის შემდეგ გამოვიდა, რომელმაც არა მხოლოდ მარტიკოს ცხოვრება შეცვალა, არამედ ჩვენი ბევრი თანატოლისაც. 2008 წლის აგვისტოში რუსეთი თავს დაგვესცხა და იმ ომმა ბევრი ბავშვი საკუთარ სახლს და მშობლიურ კუთხეს მოწყვიტა. თუ გინდა რომ გაიგო მარტიკოს ემოციები და იმედის ზალა, წაიკითხე ეს წიგნი და თუ უკვე წაგიკითხავთ, დაწერეთ კომენტარებში რა შეგრძნება და გიტოვა. ართ გავიწვეთ ვიდეოს გაზიარება. გახსოვდეთ, რომ წიგნები გვასწავლიან, წიგნები გვაერთიანებენ და წიგნები გვახსენებენ, რომ არასდროს უნდა დავივიწყოთ ჩვენი ისტორია.